განმცირედ ვისარგებლეთ გუშინ მართალი ნოეს გენეალოგიაზე საუბრისას. ჩვენ გენეალოგიის საკვირველ წესებს გავეცანით და ვნახეთ, რომ ეს მართალი კაცი წინაპართა სახელოვნებით კი არ განდიდდა, არამედ პირადი ზნის წყალობით. სწორედ ამიტომაც მიიღო მან საღვთო წერილისაგან ესოდენ მაღალი მოწმობა. იგი ბრძანებს: მართალი სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში. ღმერთთან დადიოდა ნოე. ამ რამდენიმე სიტყვაზე გუშინ მთელი სწავლება ავაგეთ. ამგვარია საღვთო სიტყვათა თვისება. ისინი მოკლე გამონათქვამებით აზრთა უდიდეს სიმდიდრეს ავლენენ და გამოუთქმელ განძს ჩუქნიან იმ ადამიანებს, ვინც გულმოდგინებით გამოიკლევს მათ. ამიტომ გთხოვთ, ზედაპირულად ნუ გადაურბენთ ნურაფერს, რასაც წმინდა წერილი მოიცავს, არამედ სახელთა ჩამოთვლა იქნება ეს თუ რაიმე ამბის თხრობა, მთელ ამ საუნჯეს ბოლომდე ჩავეძიოთ. ამიტომაც თქვა ქრისტემ: გამოიძიებდით წიგნთა, რადგან ყოველთვის ვერ შევძლებთ დაწერილის აზრის გაგებას და დიდ გამოკვლევას მოითხოვს, რომ რაიმე სიღრმეში მიმალული ჩვენს მზერას არ გამოეპაროს. თუ კი უკვე თავად დასახელებამაც კი მოდგმისა, ანუ სახელმა ადამიანმა გუშინ ამდენი სასარგებლო საგანი გაგვახსენა, მაშინ რამდენად მეც ვარგებთ საკუთარ თავს, თუ ყურადღებითა და ფხიზელი გონებით განვიხილავთ ყველაფერს, რაზედაც წერილი გვესაუბრება. ჩვენ კაცთმოყვარე მეუფე გვყავს. როგორც კი საღვთო სიტყვების გააზრებისათვის ჩვენს მცდელობასა და გულმოდგინებას შენიშნავს, არ დაუშვებს, რომ გაგვიჭირდეს რამე, არამედ მაშინვე გონებას გაგვინათებს. გაგვაცისკროვნებს და თავისი უდიდესი სიბრძნით ჩვენ სულებს ჭეშმარიტ სწავლებას აუწყებს. აი ამიტომაც იმის სურვილით, რომ ჩვენ ვესწრაფოდეთ ამას და მეტად ვმოშურნეობდეთ, მან ნეტარების ღირსად მიიჩნია ამ საქმეში გულმოდგინენი. ნეტარი იყვნენ, რომელთა ხშიოდის და წყუროდის სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განძღენ. დააკვირდი მასწავლებლის სიბრძნეს. მან არა მარტო მოშურნეობისკენ გვიბიძგა ნეტარების აღთქმით, არამედ სიტყვებით შიოდის და წყუროდის სიმართლისათვის მსმენელებს ისიც ასწავლა, თუ რამდენად გულმოდგინეთ უნდა იკვლევდნენ სულიერ სიტყვებს. ამით იგი ამბობს: როგორც გრძნობადი შიმშილი წარმოუდგენელი ძალით გვიბიძგებს საკვებისაკენ, ხოლო მწველი და ძლიერი წყურვილი სასმელისკენ, ზუსტად ასევე უნდა ესწრაფოდნენ მშიერნი და მწყურვალნი სულიერ სწავლებას. ეს ადამიანები მარტო ნეტარებას კი არ იმსახურებენ, არამედ პოულობენ იმას, რასაც ეძებდნენ. ისინი განძღებიან, ანუ დაკმაყოფილდებიან, მათი სურვილი ასრულდება. ამგვარად, რაკიღა ასეთი მეუფე გვყავს, ასეთი კეთილი და ასეთი გულუხვი მას მივმართოთ და მისი კეთილგანწყობის მოპოვება ვცადოთ. რათა მან მისი კაცთმოყვარებით საღვთო წერილის ძალის შესაცნობად გაგვინათოს გონება და ჩვენ მშიერთა და მწყურვალთა მსგავსად უდიდესი მზაობით მივიღოთ სულიერი სწავლება. ან იქნებ კეთილი და ყოვლადბრძენი მეუფისაგან ჩვენი უღირსობისა და არარაობის მიუხედავად, თქვენთვის და თქვენ სასარგებლოდ მომეცეს მე სიტყვაი აღებასა პირისა ჩემისასა, რათა ყველას გასაგონად ვქადაგებდეთ მის სადიდებლად და ჩვენსავე განსაბრძნობად. ამგვარად, ბოლომდე მივენდოთ უმაღლეს მადლს და მას ვევედროთ შეწევნას, ვინც განაბრძნის ბრმანი და ვინც ყრუებს სასმენელნი გაუხსნა. შეუდგეთ იმის განხილვას, რაც მცირე ხნის წინ წავიკითხეთ და რის ძალასაც მოგვანიჭებს ღმერთი თავისი კაცთმოყვარებით, იმ განმარტებას შემოგთავაზებთ. ოღონდაც გთხოვთ, გონება დაძაბეთ და ყოველგვარი ცხოვრებისეული აზრი განირიდეთ. ყურადღებით მოისმინეთ ყველაფერი, რასაც გეტყვით, რათა შევძლოთ სულიერი თესლი ისე დავნერგოთ თქვენში, როგორც ნაყოფიერ და სარეველისაგან და ეკლებისგან გაწმენდილ მიწაში. ეს არის ამბავი ნოესი. ამბობს წერილი მართალი. სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში. ღმერთთან დადიოდა ნოე. ამით დავასრულეთ გუშინდელი გაკვეთილი. ამიტომ ახლა იმას შემოგთავაზებთ, რაც ამას მოსდევს. ნათქვამია: შუა ნოემ 3 ვაჟი, სემი, ქამი და იაფეთი. საღვთო წერილი ტყუი უბრალოდ როდი მიგვითითებს მართლის ძეთა დაბადების დროს და მათ რაოდენობას. არა, ამითაც სურს მას მართალია, არა პირდაპირ ნოეს არაჩვეულებრივი დიდებულება და სათნოება დაგვანახოს. ადრე მან გვითხრა, რომ 500 წლისა იყო ნოე და იქვე დაურთო, როცა შუა სემი, ქამი და იაფეთი. ამით მიგვახვედრა თუ რაოდენ თავშეკავებული იყო იგი და თანაც ისეთ დროში, როდესაც ხალხი უკიდურეს თავშეუკავებლობასა და გარყვნილებას მიეცემოდა და ნებისმიერი ასაკის ადამიანი ბოროტე ბას მიელტვოდა. თქვენ ხომ მოისმინეთ, როგორ ამბობს წმინდა წერილი. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმათ ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნათ, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულის თქმა. და ამით გვაჩვენა, რომ ახალგაზრდები ასაკით უფროსებს უწესობაში ეჯიბრებოდნენ და არც მოხუცები შლეგობდნენ ახალგაზრდებზე ნაკლებად. და რომ თვით ყველაზე უმანკო ასაკიც კი ძლიერად ესწრაფოდა ცოდვა. რათა გავიგოთ, რომ მიუხედავად კაცობრიობის საყოველთაო გაუმაძღრობისა და გარყვნილებისა, ეს მართალი ადამიანი მარტო იღვწოდა და სხვა სათნოებებთან ერთად 500 წლის ასაკამდე უმანკობას ინარჩუნებდა წერილი ამბობს. 500 წლისა იყო ნოე და შემდეგ მოაყოლებს, როცა შუა 3 ვაჟი. საყვარელნო, ხედავთ მართლის წარმოუდგენელ თავშეკავებას? უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ ამას, არამედ ვიფიქროთ იმ ეპოქაზეც და იმ უწმინდურობაზეც საკუთარი დაუდევრობის გამო, რომ სჭირდა კაცობრიობას.
ვიფიქროთ იმაზე, როგორი სიმამაცე და ღვთისმოყვარე ნება იყო საჭირო იმისათვის, რომ ასე ხანგრძლივად აელაგმავ ნებათა შემოტევა ყველა სხვა დანარჩენი საპირისპირო თევლო და არა მარტო უკანონო მიდგომილებისაგან შეეკავებინა თავი, არამედ კანონიერი და უცოდველისგანაც კი. შუა ნოემ 3 ვაჟი, სემი, ქამი და იაფეთი, ამბობს წერილი, წაირყნა მიწა ღვთის წინაშე და აივსო მიწა უსამართლობით. ვგონებ, რომ ამ მართალმა კაცმა თუ ამჯერად უარი თქვა თავშეკავებაზე და შვა თავისი ძეები, ისევ საღვთო განგებულების მორჩილებით. რაკიღა გამრავლებული გარყვნილებისა და მომძლავრებული უწმინდურობიდან გამომდინარე, სამყაროს სრული დაღუპვა ელოდა, ამიტომაც კაცთმოყვარე ღმერთმა კეთილად ინება, რომ ეს მართალი კაცი, როგორც ერთგვარი ფესვი თუ საფუარი დაეტოვებინა მიწაზე, რათა ნოე გამხდარიყო მომავალ თაობათა ფუძემდებელი. სწორედ ამ მიზეზით შვა მან 500 წლისამ ეს 3 ვაჟი და ამაზე შეჩერდა, რითაც საქმით აჩვენა, რომ საღვთო ძალის მორჩილებით მოქმედებდა. შენს დასარწმუნებლად, რომ ეს უბრალო ვარაუდი არ არის, ზუსტად მიადევნე თვალი წერილის სიტყვებს. როდესაც ითქვა, რომ შვა 3 ვაჟი, მაშინვე დაურთო. წაირყნა მიწა ღვთის წინაშე და აივსო მიწა უსამართლობით. ხედავ, როგორი დიდი და წარმოუდგენელი განსხვავებაა ერთსა და იმავე ბუნებაში. წერილი მართლის შესახებ ამბობს. მართალი სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში. სხვა ყველა დანარჩენზე კი გვეუბნება. წაირყნა მიწა ღვთის წინაშე და აივსო მიწა უსამართლობით. სახელს მიწა იგი აქ ხალხის სიმრავლის გამოსახატავად იყენებს. რამდენადაც ყველა მათი საქმე მიწიერი იყო, წმინდა წერილი მიწათ წოდებით მათ დაკნინებასა და უკიდურეს უწმინდურობაზე მიგვითითებს. როგორც პირველ კაცს, როდესაც მან მცნება დაარღვია და მოაკლდა დიდებას, მანამდე რომ ემოსა მოკვდაობით დასჯისას უთხრა ღმერთმა, მიწა ხარ და მიწადვე იქცევი. ასევე აქაც, როდესაც უკიდურესად ძლიერდება ბოროტება, წერილი ამბობს. წაირყნა მიწა და უბრალოდ კი არ ამბობს. წაირყნა მიწა, არამედ ღვთის წინაშე და აივსო მიწა უსამართლობით. სიტყვით წაირყნა ის ყოველგვარ ცოდვას გულისხმობს, რადგანაც ხომ ვერ ვიტყვით, რომ ისინი ერორ დანაშაულს ჩადიოდნენ? არა, ისინი ყოველგვარ და აურაცხელ უკანონობას იქმოდნენ. სწორედ ამიტომაც დაურთავს წერილი. აივსო მიწა უსამართლობით. არა უბრალოდ, არა შემთხვევით ეძლეოდნენ ისინი ათასნაირ უწმინდურობას, არა, ყოველგვარ ცოდვას უდიდესი გულმოდგინებით მისდევდნენ. და ნახე, როგორ აღარ ნებავს სხვა რაიმე უწოდოს მათ და მხოლოდ მიწათ მოიხსენიებს, რითაც მათ უდიდეს გარყვნილებასაც აჩვენებს და ღვთის უმაღლეს რისხვასაც. წაირყნა მიწა ამბობს უსამართლობით. ანუ, ისინი ყველაფერს ღვთის საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ, ღვთის მცნებებს ფეხქვეშ თელავდნენ და დაუდევრობით უარყოფდნენ კაცობრივ სინდისს. წაირყვნებაში ღვთის მიერ ჩასახლებულ წინამძღვარს ნამიწა გვეუბნება უსამართლობით. გესმით, საყვარელნო, როგორი ბოროტებაა ცოდვა, რომ ის თვით ადამიანად წოდების ღირსადაც კი აღარ ყოფს ხალხს. მაშ კვლავ ისმინეთ. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და აჰა, წარყვნილიყო იგი. შეხედეთ, მათ ისევ მიწას უწოდებს. შემდეგ, როდესაც წერილმა უკვე ერთხელ, მეორედ და მესამედაც მოიხსენია ისინი მიწად, იმისათვის, რომ ვინმეს ეს სიტყვები გრძნობად მიწაზე ნათქვამად არ მიეღო, ამბობს. რადგან გაერყნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. ამჯერადაც არ მიიჩნია ადამიანად წოდების ღირსად. არამედ ხორციელი უწოდა, რათა ამ სახელით გვაჩვენოს, რომ ამ ყველაფერს მიწის შესახებ კი არ ამბობს, არამედ ადამიანებზე ხორცი რომ მოსავთ და მიწიერ საქმეებს მისცემიან. წერილს, როგორც ადრე უკვე შევნიშნეთ, ჩვევია ხორცილად მოიხსენოს ის ადამიანები მხოლოდ ხორციელს რომ მისდევენ და ამაღლებულზე არასდროს ფიქრობენ. როგორც სიტყვის ნეტარი პავლეც, რომელნი იგი ხორცთა შინა არიან, ღმრთისას სათნყოფად ვერ ძალუძს. აბა, განათავად ამის თქმელი კი ხორცით არ იყო მოსილი? იყო. მაგრამ ამით იმას კი არ ამბობს, რომ ხორცით მოსილი ღვთისათნოს ვერაფერს გააკეთებსო, არამედ იმის, რომ ისინი არანაირად არ ზრუნავდნენ სათნოებებზე, არამედ მხოლოდ ხორციელზე, ხორცის სიამოვნებას დასდევდნენ და საერთოდ არ ენაღლებოდა თუ ხორცოდა გონიერი სული. და ამგვარად, როცა საღვთო წერილმა ამ სიტყვებით მიგვანიშნა აურაცხელ ცოდვასა და უკიდურეს უწმინდურობაზე, ღვთის უდიდეს რისხვაზე და იმაზეც, რომ მანურჯულო საქმეთა აღსრულების გამო ერთხელ, მეორედ და მესამედაც მიწა და ხორცი უწოდა ადამიანებს. და ზოგადად მათი ბუნების გამომხატველ სახელს მოაკლო ისინი, მომდევნო სიტყვებით უკვე ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარებას და უფლის უსაზღვრელ მობიერებას აჩვენებს. და რას ამბობს იგი? უთხრა ღმერთმა ნოეს, მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით. და, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნით ურთ. შეხედეთ, რა უსაზღვრო სიკეთეა. როგორც მეგობარი მეგობართან ისე საუბრობს მართალთან ღმერთი იმ სასჯელზე, რომსაც უნდა მისცეს კაცთა მოდგმა და ამბობს. მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით. და აი მიწის პირიდან უნდა წარხოცო ისინი. რას ნიშნავს? მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე? უფალი ბრძანებს, რომ მან უდიდესი მოთმინება გამოავლინა, დიდი შემწყნარებლობა, მას არ სურდა ეს სასჯელი, რომლის მიზღვასაც აპირებს, მაგრამ რამდენადაც მათი ცოდვები აქამდე მხოლოდ ძლიერდებოდა, უკვე დრო იყო ზღვარი დასდებოდა და აღკვეთილიყო მათი უწმინდურობა, რათა კვლავ არ გაგრძელებულიყო. მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე? ნახე აქაც როგორც ზემოთ ამბობდა ღმერთი. მათი ყოველი გულის თქმა ისევე ამბობს ახლაც.
ყოველი ხორციელის აღსასრულმა. ყველა გულისხმობს იგი ერთნაირადაა განწყობილი, ყველა უშჯულოებისკენ მიისწრაფის და ამ ხელა სიმრავლეში ერთის პოვნაც კი შეუძლებელია სათნოებაზე რომ ზრუნავდეს. მოაწია ამბობს იგი ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე. დადგა დრო, ის დრო, როდესაც ჭრილობის გაღრმავების შესაჩერებლად დანაა საჭირო. მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე. თითქოს არავინ აკვირდებოდა და ცოდვებს ვერავინ მოჰკითხავდა, ისე აკეთებდნენ ურჯულო საქმეებს. აზრადაც არ მოსვლიათ, რომ შეუძლებელია დამალვა ჩემგან, ვის ხელშიც არის მათი სიცოცხლე, ვინც სული და სხეული მივანიჭე მათ და ყოველგვარ სიკეთეს ესოდენის სიუხვით ვაზიარე. მაშ მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემ წინაშე. შემდეგ თითქოს თავს იმართლებდეს მართლის წინაშე და აჩვენებდეს, რომ მისი ამგვარი მრისხანება ცოდვათა სიმრავლე მაღძრა უფალი ამბობს, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით. გან ამბობს იგი არსებობს ისეთი უწმინდურობა მათ რომ არ ჩაედინოთ? მათ იმდენი ბოროტება ქნეს, რომ უწმინდურობამ სრულად დაფარა მიწა. ამიტომაც გავანადგურებ მათ მიწასაც. უნდა გავწყვიტო ისინი მიწასთან ერთად. რაკიღა მათ უკვე წინასწარ ურჯულოებით დაიღუპეს თავი, მე სრულად წავწყვეტ და გავანადგურებ მათ მიწას, რათა მიწა განიწმინდოს და ამდენი ცოდვის სიბინძურისაგან გათავისუფლდეს. დაფიქრდით, როგორი სული უნდა ჰქონოდა ამ მართალს, როდესაც ყოველივე ამას ისმენდა უფლისგან. საკუთარი თავის სათნოებებით სავსეც რომ გონებოდა, დაუმწუხრებლად მაშინაც კი ვერ შეხვდებოდა ამ სიტყვებს. მართლები დიდი სიყვარულის გრძნობით არიან სავსენი და სხვათა ხსნისათვის სიხარულით იტანენ ყველაფერს. როგორ განიცდიდა ალბათ ამ სიტყვებს ეს საკვირველი კაცი, როდესაც გონებით წარმოუდგა მთელი კაცობრიობის დაღუპვა და ყოველივე ქმნილის განადგურება. იქნებ არც საკუთარი თავისთვის ელო და რაიმე სასიკეთოს. ამის შესახებ ჯერ ხო არაფერი იცოდა და აი, იმისათვის რომ არ შეძრულიყო მისი გონება, არამედ ესოდენ დიდი მწუხარების ჟამს მცირე ნუგეში მაინც ეგრძნო, ღმერთმა მას შემდეგ, რაც თანამედროვეთა უზომო ურჯულოება აჩვენა და ისიც აუწყა, რომ ბოლოს და ბოლოს მათი განკვეთის დრო დადგა, ეუბნება მას. ყველა ეს ადამიანი დაიღუპება, შენ კი გაიკეთე კიდობანი. რას ნიშნავს გაიკეთე? იმას რომ, რადგან შენ მათი უწმინდურობის მოზიარე არ ყოფილხარ, არამედ სათნოებით განვლე ცხოვრება, ამიტომ გიბრძანებ. ააგე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. ამგვარი უნდა ააგო იგი. სიგრძით 300 წრთა იყოს კიდობანი, სიგანით 50 წრთა, სიმაღლით 30 წრთა. სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან 1 წრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს. ქვედა მეორე და მესამე სართული გაუკეთე. ნახე გარდამოხილვა ღვთისა და ძლიერება გამოუთქმელი და ყოველგვარ სიტყვას აღმატებული სიყვარული. ერთსა და იმავე დროს მან მართლისადმი მზრუნველობაც გამოამჟღავნა, როდესაც კიდობის აგება უბრძანა და მშენებლობის ყველა დეტალი და სახე გამოსაზღვრა. სიგანე და სიმაღლე ზუსტად აუწყა და თანაც უდიდესი ნუგეშიც მიხმადლა, თვით კიდობნის აგების ბრძანებით მასში გადარჩენის იმედი დანერგა. უფალს ასევე სურს, რომ ამ მშენებლობით უდიდესი ცოდვილებიც დააფიქროს საკუთარ საქმეებზე, რათა შეინანონ და აიცილონ საჯელი, რომლიც მათ ემუქრება. სანამ კიდობანი შენდებოდა, მათ არც თუ მცირე დრო ჰქონდათ სინანულისათვის. ერთო ბევრი და სრულიად საკმარისიც კი იყო ეს დრო, რომ მათ თუ რომ უკიდურესად უგრძნობელნი არ ყოფილიყვნენ, გულის შემოსვლება ეგრძნოთ და გამოსწორებულიყვნენ. ყოველი მათგანს კიდობნის მშენებლობაში გართული მართლის დანახვისას უნდა გამოეკითხა მშენებლობის მიზეზები და როდესაც ღვთის რისხვის შესახებ შეიტყობდა, თუ მოინდომებდა, უეჭველად შეძლებდა საკუთარი ცოდვების გაცნობიერებას. მაგრამ მათ ამით არ ისარგებლეს არა იმის გამო, რომ არ შეეძლოთ, არამედ არ ისურვეს ეს. და აი, ღმერთმა მართლისთვის კიდობნის აგების ბრძანებით თვით იმ სასჯელის სახეც ამცნო მას, რომელიც ჰქონდა გამიზნული და უთხრა. შენ ისე ააგე ეს კიდობანი, როგორც მე გეტყვი და როდესაც მშენებლობას დაასრულებ, შენს ბედსაც გამსაზღვრავ. აჰა, მოვავლენ წარღვნას მიწაზე, რათა გაწყდეს ცის ქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას. ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. შეხედე, თვით ამ კადილით როგორ წარმოაჩენს ღმერთი მათ ცოდვათა სიმრავლეს, როდესაც ამბობს, რომ გონიერი და უგუნური ქმნილებები ერთნაირად დაისჯებიან. რადგანაც ადამიანებმა უღალატეს საკუთარ მაღალ ღირსებას და უგუნურთა დონემდე დაეცნენ, არც სასჯელისას გაირჩევიან ისინი. მოვავლენ წარღვნას წყლისას მიწაზე, რათა გაწყდეს ცის ქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას. უფალი ამბობს, რომ გაწყდება ცის ქვეშეთში არსებული პირუტყვი ფრინველები, მხეცები, დაიღუპება ყოველგვარი ოთხფეხი. რათა იცოდე, რომ აღარაფერი დარჩება ამ ქვეყნად, ამბობს, ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. სამყაროს უკვე ჭირდება განწმენდა, მაგრამ ეს შენ ნუ შეგაშფოთებს, ნუ შეაგთობს შენს გულს. რადგანაც მე, მათი წყლულების უკურნებლობას რომ ვხედავ, სურს შევაჩერო უწმინდურობის ნიაღვრები, რათა კიდევ უმეტეს სასჯელს არ ეწიონ. ამიტომაც ახლაც, საკუთარი კაცთმოყვარების კვალად, მრისხანების სიკეთით დამაცხრობელი, მათ დავადებ ამგვარ სასჯელს, რომლიც უმტკივნეულო და უგრძნობი იქნება, მათი ცოდვების სიმრავლის მიხედვით კი არ ვსჯი, ისე კი არა, როგორც იმსახურებენ, არამედ მომავლის განჭვრეტით მსურს,
ამ ადამიანებს შესაბამისი სასჯელი მივაგო, ხოლო მომავალი მათგან დასნებოვნებისგან ვიხსნა. ამის გამგონე მწუხარებასა და შფოთს ნუ განიცდი, მათ რომც მოეწიოთ საკუთარ ცოდვათა შესაფერისი საჯელი, შენ მაინც დაგიდებ აღთქმას. რადგანაც ყველა დღეს მცხოვრები უღირსი აღმოჩნდა და კეთილად არ დაემორჩილა ჩემს მცნებებს, მე ბოლოს და ბოლოს შენ დაგიდებ აღთქმას. პირველი ადამიანიც კი ამდენი სიკეთის მიმადლების შემდეგ განდიდების სურვილმა რომ შეიპყრო, გარდავიდა ჩემს მცნებას, მისი ძეც ბოროტების იმავე უფსკვლელში ჩავარდა, რის გამოც მთელი ცხოვრების განმავლობაში წყევლით დაისაჯა. მაგრამ მისი მოდგმა არც მისმა სასჯელმა შეაჩერა, პირიქით, უფრო გაამრავლეს უწესობა, რის გამოც გენეოლოგიას გამოაკლდნენ. შემდეგ, როდესაც ენოქი სათნოებათა კანონის აღმასრულებლად ვიხილე, იგი როგორც ჩემი სათნომყოფელი ცოცხლად აღვიტაცე, რითაც სათნოებათა აღმასრულებელებს ვაჩვენე, თუ როგორ ჯილდოს მოიპოვებდნენ ისინი, სურდა, რომ ყველა ვინც მის შემდეგ იცხოვრებდა მოშურნე და მის გზაზე მავალი გამხდარიყო. მაგრამ ყველა ბილწებისკენ მიიდრიკა და მთელ ამ სიმრავლეში მხოლოდ შენ გნახე ისეთი, ვინც პირველ მშობელთა დასჯის წილ ჯილდოს იმსახურებს. ამიტომ შენ დაგიდებ აღთქმას, რადგან შენი გამლილი ცხოვრება იქითკენაა მიმართული, რომ მომავალშიც ერთგულად დაიცავ ჩემს მცნებებს. შემდეგ კი ამის გამგონე მართალი კვლავ რომ არ დაემწუხრებინა მარტოდ დარჩენი შიშს, ღმერთის სანუგეშებლად კვლავ ეუბნება. შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სათნოებებში დიდად ჩამოუვარდებოდნენ თავად მართალს, არც გარყვნილ თანამედროვეთა ზღვარდაუდებელი უწესობის მოზიარენი ყოფილან. ისინი ორი მიზეზის გამო გადარჩნენ. პირველ რიგში მართლის საპატივცემულოდ. კაცმოყვარე ღმერთს ხშირად ჩვევია თავის მონათა დაჯილდოვება სხვათა ცხონებით. სწორედ ამგვარადვე მოექცა იგი მთელი ქვეყნიერების მასწავლებელს ნეტარ პავლეს, ყველგან რომ ჰფენდა თავისი სწავლების ნათელს. როდესაც იგი რომში მიცურავდა, ზღვა ძლიერად აღელდა. და მაშინ, როდესაც გემის თითოეულ მგზავრს საკუთარი გადარჩენა ანაღლებდა და ყოველგვარი იმედი ჰქონდა გადაწურული, მან ყველას დაუძახა და უთხრა, გუდებული ყვენით, რამე თუ განხვეება ისულისა, არც საერთისა იყოს თქვენგან, თვინიერ ხოლო ნავისა. რამე თუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისა, რომლისა ვარ მე, რომელსაც ვსახურებ და მრქუა. ნუ გეშინინ, პავლე, მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას. ხედავ თუ როგორ მოუხვეჭა სხვებს ცხონება ამ მოღვაწის სათნოებებმა. და არა მხოლოდ მისმა სათნოებებმა, არამედ უფლის კაცთმოყვარებამ. სწორედ ამ მიზეზითვე იგივე მოხდა ნოესთანაც. მეორე მიზეზი ის იყო, რომ ღმერთს სურდა სამომავლოდ კაცთა მოდგმის ჩამოყალიბებისათვის ფესვი და საფუარი დაეტოვებინა. და არა იმიტომ, რომ ღმერთს კაცის ხელახლა შექმნა და მისგან კაცთა მოდგმის გაგრძელება არ შეეძლო, არამედ იმის გამო, რომ თავისი კაცთმოყვარებით სწორედ ამგვარად ისურვა. ამ ამბიდანაც დაინახეს სიკეთე ღვთისა. როდესაც სასჯელს უქადდა, უფალმა უთხრა, რომ ადამიანებთან ერთად დაიღუპებოდა პირუტყვი, ქვეწარმავლები, ფრინველები და მხეცები. იგი კვლავ მართლინოეს გამო ბრძანებს, რომ ამ ცხოველთაგან ყოველი მოდგმის წყვილი შევიდეს კიდობანში, რათა შემდეგ ეს წყვილები მომავალში ცხოველების გამრავლების თესლი და საწყისი გახდნენ ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წვიწვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ. დედამამალი იყოს. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წვიწვილად შემოკვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ. უყურადღებოთ ნუ გასცდები, საყვარელო ამ ფრაზას. დაფიქრდი, როგორ შეაცმუნებდა მართალს აზრი, რომ ყოველივე ეს მისი საზრუნავია. განა ცოლზე, შვილებზე და მათ ცოლებზე ზრუნვა არ კმაროდა? ახლა მას ევალებოდა ამდენ ცხოველზე და მათ საკვებზე ფიქრიც. მაგრამ მცირედ მოითმინე და იხილა ღვთის სიკეთეს, ნახავ, როგორ უმსუბუქებს იგი მართალს საზრუნავს. წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა. მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც. უფალი ამით ეუბნება ნოეს. არ იფიქრო, რომ შენ ჩემი განგებულების მიღმა ხარ დარჩენილი. აი გიბრძანებ ყოველივე იმის შეტანას კიდობანში, რაც შენს დასაპურებლად და პირუტყვის გამოსაკვებადაა საჭირო. რათა არც თქვენი შიმშილოთ და არც პირუტყვი გაწყვიტოს შესაფერისი საკვების არქონამ. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა. აქაც დიდად საქებია მართლის საქციელი. გააკეთა, ნათქვამია ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. არსად ჩანს, რომ მას ოდესმე მხოლოდ ერთი ბრძანება შეესრულებინოს და რომელიმე სხვა არა. გააკეთა ყველაფერი, რაც კი ებრძანა და ისე გააკეთა, როგორც ებრძანა. არაფერი გამოუტოვებია, ყველაფერი შეასრულა. მან საქმით დაამოწმა, რომ ღვთის კეთილგანწყობა სამართლიანად დაიმსახურა. რომელ გვირგვინს არ უტოლდება ეს მოწმობა, მართალმა საღვთო წერილიდან რომ მიიღო, ვინ იქნება მასზე ნეტარი, ვინც ყოველი ბრძანებული აღუსრულა ღმერთს და ბრძანებელს ესოდენი მორჩილება აჩვენა. და იმისათვის რომ იცოდე, თუ ყოველთა ქმნილებათა შემოქმედისაგან რა წინა უწყება მიიღო მან ამის სანაცვლოდ, ისმინე რა მოსდევს ამას შემდეგ. ნათქვამია. უთხრა უფალმა ნოეს, შედი კიდობანში მთელი შენი სახლით ურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემ წინაშე ამ თაობაში. შემდეგ კი იმისათვის რომ ჩვენ დაგვანახოს. უფალი არა მხოლოდ გადაარჩენს მართალს, არამედ შრომის სანაცვლოდ სამაგიეროსა და მისაგებელს ანიჭებს მას, ღმერთი ეუბნება ნოეს.
კიდობანში შესვლას ოჯახთან ერთად იმისათვის გიბრძანებ, რადგანაც მართალკაცად გცანი ჩემ წინაშე ამ თაობაში. მნიშვნელოვანი და სარწმუნოა ეს დამოწმება. მართლაც, რა შეიძლება მასზე მნიშვნელოვანი იყოს, როდესაც თვითშემოქმედმა და შემქმნელმა განსაჯა ამგვარად მართალი. რადგან ამბობს იგი ამის მართალკაცად გცანი ჩემ წინაშე. ჭეშმარიტია სათნოება, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე აღასრულებს მას, როდესაც მას მოუსყიდველი თვალი განსჯის. კაცთმოყვარე ღმერთი იმისათვის, რომ გვაჩვენოს სათნოების ის ზღვარი, რომელიც მან მართლისაგან მოითხოვა, ამბობს: მართალკაცად გცანი ჩემ წინაშე ამ თაობაში. და მიანიშნებს ამ გარყვნილი მოდგმის უდიდეს უწესობას, ასეთი უგრძნობელობა რომ გამოავლინა. მართალკაცად გცანი ჩემ წინაშე, მხოლოდ შენ ერთი გნახე კეთილმორწმუნე, მხოლოდ შენ გნახე სათნოებათათვის გულმოდგინე მოღვაწე, მხოლოდ შენ ერთი გამოჩნდი მართლად ჩემ წინაშე და მაშინ, როდესაც დანარჩენი ყველა თავს იღუპავს, შენ გიბრძანებ ოჯახთან ერთად კიდობანში შეხვიდე და გავალებ. წმიდა პირუტყვისგან შუშვიდი წაიყვანე, რადგანაც თავდაპირველად ღმერთმა უბრძანა, რომ განურჩევლად ყოველი პირუტყვიდან თითო წყვილი შეეყვანა. ამიტომ ამჯერად ბრძანებს. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შუშვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი. უწმიდური პირუტყვისგან 2 მამალი და დედალი. შემდეგ კი მიზეზის ასახსნელად დაურთავს. წარხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას. სწორი იქნება თუ აქ ვიკითხავთ, საიდან უნდა სცოდნოდა მართალს, თუ რომელი პირუტყვი იყო წმინდა და რომელი არაწმინდა. ჯერ ხომ არ დადგენილიყო ის განყოფა, რომელიც შემდეგ მოსემ დაუკანონა იუდეველებს? საიდან შეიტყო ეს ნოემ? თავისთავად, კაცობრივ ბუნებაში არსებული განსჯის უნარის მიხედვით და გარდა ამისა საკუთარი გონების ხელმძღვანელობით. რაღა თქმა უნდა, უფლის მიერ შექმნილთაგან არაწმდა არაფერია. მართლაც, როგორ შევძლებთ რაიმეს ღვთისგან ქმნილს, არაწმინდა ვუწოდოთ, როდესაც წმინდა წერილში ერთხელ უკვე განისაზღვრა და ითქვა. დაინახა ღმერთმა ყოველივე რაც გააჩინა და ძალიან კარგი იყო. არამედ, უკვე თავად კაცობრივ ბუნებას ეკუთვნის ეს განყოფა. და რომ ეს ნამდვილად ასეა, იქიდანაც შეიტყობა, რომ ზოგან დღესაც თავს იკავებენ ზოგი ხორცის ჭამისგან, როგორც უწმინდურისა და აკრძლულისაგან, სხვები კი პირიქით, საკვებად ხმარობენ მას და ორსავ შემთხვევაში ჩვეულებას მისდევენ ხოლმე. ასევე მოხდა მაშინაც, თანდაყოლილმა ცოდნამ მართალს ასწავლა, რომელი ცხოველი მოიხმარებოდა საჭმელად და რომელი იყო უწმინდური და თანაც. ისინი სინამდვილეში კი არ იყვნენ ასეთები, არამედ მხოლოდ ითვლებოდნენ ასეთებად. მითხარი, რატომაა რომ მხოლოდ მარცვლეულის მჭამელ სახედარს არაწმინდად ვთვლით, სხვა 4 ფეხს კი? თუმცა ისინი არაწმინდა საკვებით იკვებებიან, წმინდად მივიჩნევთ? ამ საკითხზე ჩვენი მასწავლებლები ღვთის მიერ კაცობრივი ბუნებისათვის მიმადლებულ ცოდნას ფლობდნენ. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ნოესთვის ამის ბრძანებისთანავე უფალმა თავად მისცა მას გარჩევის ცოდნა. თუმცა, უკვე საკმაოდ ვილაპარაკეთ წმინდა და უწმინდურ ცხოველთა შესახებ. მაგრამ ჩვენ წინაშე კიდევ ერთი საკითხი დგება. რატომ წმინდა პირუტყვისგან შუშვიდი? უწმიდური პირუტყვისგან 2. ანდა, რატომ არა 6, ან 8, არამედ 7? იქნებ სიტყვა ძალიან გვიგრძელდება, მაგრამ თუ არ დაიქანცეთ და თუ თქვენი სურვილიც იქნება, ღვთის მადლით მოკლედ შევჩერდეთ ამ საკითხზეც. მრავალი არაკობს ამის შესახებ და ამ მიზეზით ციფრებსაც გამოიკვლევს, მაგრამ სინამდვილეში რო ეს გამოკვლევა კი არა, კაცთა უადგილო ცნობის მოყარეობის გამონაგონია, რომელმაც სწორედაც რომ მრავალი ერესი წარმოშვა, ამას ახლა შეიტყობთ. ნამდვილად ჩვენ ვამჩნევთ, რომ წერილში ძალიან ხშირადაა ნახსენები რიცხვები წყვილად. მაშინ, როდესაც იესო ქრისტე თავისი მოწაფეებს საქადაგებლად აგზავნიდა, იწყო წარვლილებად მათა 2-ისა. ისინი სულ 12 იყვნენ, ხოლო სახარება კი 4. თუმცა, თქვენ არც გჭირდებათ ამის განმარტება, რადგანაც უკვე საკმარისად განისწავლეთ საიმისოთ, რომ ყური არ ათხოვოთ ასეთ ამაო სიტუაციას. ახლა უკვე დროულია ვთქვათ იმაზეც, თუ რად ბრძანა უფალმა, რომ კიდობანში შესულიყო წმინდა პირუტყვისგან შუშვიდი. წმინდა პირუტყვის უფრო მეტი რაოდენობით შეყვანა კვლავ და კვლავ საჭირო იყო მართლის და იმ ადამიანების დასამშვიდებლად, ვისაც მასთან ერთად უნდა ესარგებლა ამ პირუტყვით. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ შეიყვანეს სწორედ შუშვიდი, ესეც მიზეზს თუ მიუხვდები, ისევ მართლის ღვთისადმი სიყვარულის დადასტურებაა. რადგანაც კაცთმოყვარე ღმერთმა იცოდა ამ კაცის დიდი სიკეთე, იცოდა რომ იგი იმდენად მართალი იყო, იმდენად უყვარდა უფალი, რომ მას შემდეგ, რაც გადაურჩებოდა წარღმას, განიზრახავდა, რომ გადარჩენისა და კიდობნიდან გამოსვლის გამო კეთილი განწყობა და მადლიერება გამოეხატა და მსხვერპლშეწირვას მოინდომებდა. და რომ ამით ნოეს არ გაენადგურებინა წყვილები უფალი კეთილგანწყობისა და მედლიერების გამოხატვის საშუალება, რომ მისცეს ავალებს კიდობანში შეიყვანოს ფრინველთა მოდგმიდან შუშვიდი, რათა წარღვნის დასრულების შემდეგ მართლმა თავისი გრძნობების გამოვლინება შეძლოს და თანაც არც ფრინველთა და სხვა პირუტყვის მოდგმას არ აევნოს რა. ამასო შეიტყობთ მომდევნო სწავლებიდან, როდესაც მივახცევთ სწორედ იმ ეპიზოდამდე და თავად ნახავთ, რომ მართალი სწორედ ამგვარად მოიქცა. ახლა იცით მიზეზი თუ რისთვის ებრძანა, კიდობანში შუშვიდი შეეყვანა. ამიტომ ყურს ნუღარ დაუგდებთ მოარაკეებს, ვისაც წმინდა წერილის საპირისპიროდ საკუთარი გონების გამონაგონი შეაქვთ საღვთო სწავლებაში. ასე, როდესაც ღმერთმა მკაფიო ბრძანება მისცა ყოველივეს შესახებ, იქნებოდა ეს ფრინველები თუ წმინდა და უწმინდური ცხოველები და ასევე მათ გამოკვებაზე,
იგი ეუბნება მართალს, რადგან 7 დღის შემდეგ ვაწვიმებ ქვეყანაზე 40 დღესა და 40 ღამეს და წარხოცავ მიწისპირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. ამ სიტყვებშიც დაინახე ღვთის უზომო სიკეთე, როდესაც იგი ესოდენი მრავალმოთმინების შემდეგაც კვლავ 7 დღეს აცდის, რათა იმჟამიდელი ადამიანები გონს მოიყვანოს და სინანულით განაწყოს. ხოლო დასამტკიცებლად, რომ იგი სწორედ იმის გამო აუწყებს წინ და წინ, საკუთარი განზრახვის აღსრულება რომ აღარ მოუხდეს, ნინეველები გაიხსენენ და მიხვდები, რაოდენი სხვაობაა მათსა და ამათ შორის. ესენი ამდენი წლის შემდეგ ისმენენ, რომ უბედურება უკვე კარს მოსდგომიათ და მაინც არ ანებებენ თავს ცოდვას. ჩვენ ცხადია, დაუდევრობით გამოვირჩევით და გამოსწორებას არ ვჩქარობთ მაშინ, როდესაც საჯელი ჯერ კიდევ შორიდან გვემუქრება. მაგრამ როდესაც უბედურება გვიახლოვდება, მაშინ მორჩილებას ვავლენთ და ვცვლით საკუთარ თავს. სწორედ ასე მოუვიდათ ნინეველებს, როდეს შეიტყვეს, რომ 40 დღეც და ნინევია დაიქცეოდა. მათთვის ამ სიტყვებს სასო არ წარუკვეთია, პირიქით, შეიწყნარეს და იმგვარი მტკიცე გადაწყვეტილებით აღკვეთეს ცოდვა, ისეთი ძლიერი სინანული გამოავლინეს, რომ პირუტყვიც კი მათი თანამონაწილე გახდა. ცხადია, პირუტყვს აღსარება არ უთქვამს ან და ეს როგორ იქნებოდა, როდესაც პირუტყვი მოკლებულია სიტყვის უნარს, არამედ ნინეველებმა ღვთის გულმოწყალების მოსაპოვებლად პირუტყვიც კი გამოიყენეს. როდესაც მარხვა გამოაცხადა, ნათქვამია, მეფემ ბრძანა, რომ არც ცხრისთვის, არც ხარებისათვის და არც არანაირი პირუტყვისთვის წყოალი და საკვები არ მიეცათ. შემდეგ მთელმა ხალხმა და თვით აღსაყდრებულმა მეფემაც კი ძაძა შეიმოსა და ღმერთს ღრმა და გულიდან ამოსული სინანული შესწირეს, მიუხედავად იმისა, რომ არც კი იცოდნენ, აიცდებდნენ თუ არა სასჯელს. ვინც ლო ამბობდნენ ისინი კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ. ხედავ ბარბაროსთა კეთილაღმსარებლობას? ხედავ, რომ დროის სიმცირემაც კი ვერ წაართვა მათ სიმხნე და არ წარუკვეთა სასო? შეხედე ამათაც. ამდენი წლის შემდეგ, როდესაც შეიტყვეს, რომ 7 დღის შემდეგ დაიწყება წარღვნა, მაინც არ მოექცნენ, არამედ შეუნანებლად დარჩნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოველგარი ბოროტების მიზეზი ჩვენი ნებაა. ხომ, ესენიც ადამიანები იყვნენ და ისინიც. ბუნება ერთნაირი მიეცათ, ნება კი სხვადასხვაგვარი გამოავლინეს. ამიტომ მათი ხვედრით სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. ერთნი გადარჩნენ, რადგანაც სახიერმა ღმერთმა კაცთმოყვარებით შეიწირა მათი სინანული, ხოლო მეორენი წარღვნის წლებმა წარწყმიდა, რადგან ნათქვამია 7 დღის შემდეგ ვაწვიმებ ქვეყანაზე. შემდეგ კი იმისათვის, რომ შიში გააძლიეროს, ღმერთი ამბობს 40 დღესა და 40 ღამეს. კი, მაგრამ რისთვის? განა მას არ შეეძლო, რომ 1 დღის განმავლობაში გადმოეღვარა მთელი წყალი. ან რა ერთ დღეს ვამბობ, ერთ წამშიც. მაგრამ იგი განიზრახავს, რომ ჯერ ერთი გააძლიეროს შიში და უკვე კარსმომდგარი სასჯელისაგან თავის დაღწევის საშუალება მისცეს მათ. და წარხოცავ ამბობს მიწის პირისაგან ყოველ არსებას, ადამიანიდან პირუტყვამდე. ხედავთ, როგორ აუწყებს წინასწარ ღმერთი და ისინი არ გულისხმაყოფენ ამას, ვერაფერს გრძნობენ. და ყოველივე ეს მოიმოქმედა ღმერთმა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რამდენად სამართლიანად ეწიათ სასჯელი. და მეორეც, რომ ჭკუათ მყოფელს არავის უარეყო ღმერთი და არ ეთქვა. უფალს რომ მეტი მოთმინება გამოევლინა, იქნებ მათ სინანული განეცადათ, ცოდვის ქნას დახსნოდნენ და სათნოებებისკენ მოქცეულიყვნენო. აი, რატომაა რომ ღმერთი დროსა და ჟამს მიუთითებს და ავალებს ნოეს კიდობის აგებას. ყოველვე ამის შემდეგ კი იგი 7 დღეს წინასწარ მეტყველებს, რათა დაადუმოს მათი ურცხვი ბაგეები, ვინც უგუნურ აზრებს გამოთქვამენ. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, ნათქვამია, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა. ხედავთ, ამჯერად უკვე მართლის კეთილაღმსარებლობასა და მორჩილებას გვაუწყებს წმინდა წერილი. გვიჩვენებს, რომ ნოეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც ერთი ბრძანება. ყველაფერი შეასრულა და ამით საკუთარი სათნოებები დაამოწმა. ჩვენც ამ მართალს მივბაძოთ. ღვთისგან მოცემული მცნებების აღსრულებას ვეცადოთ და ზურგს ნუ ვაქცევთ უფლისაგან ნაბოძებ კანონებს, არამედ მეხსიერებაში შევინახოთ ისინი და მოშურნეობით აღვასრულოთ. დაუდევრად ნუ გავაკეთებთ იმას, რაზედაც ჩვენი ცხონებაა დამოკიდებული. მით უმეტეს, რომ ამჯერად ჩვენ იმდენადვე აღმატებული სათნოებები მოგვეთხოვება, რამდენადაც მეტი სიკეთე მოგვეცა. ამიტომაც თქვა ქრისტემ, უკვე თუ არა აღემატოს სიმართლე თქვენი უფროს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. დავაკვირდეთ და ყურს ნუ ვარიდებთ ამ სიტყვებს. წარმოვიდგინოთ თუ როგორ დაისჯება იგი, ვინც არა თუ ამათზე მაღლა დადგომას არ ცდილობს, არამედ ჩამოუვარდება კიდეც მათ. ვიფიქროთ, რა ელის მას, ვისაც მოყვასისადმი რისხვის დაცხრომაც კი არ შეუძლია, ვინც ენას საწყევრად მომართავს, თვალს დამღუპელ სანახაობათაც ქერას არ უგრძალავს, მაშინ როცა ღმერთი უბრძანებს, არა თუ მხოლოდ დიდსულოვნა დაიტანოს წყენა, არამედ მეტიც გასცეს, ვიდრე მისგან ითხოვენ. რომელ საუნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, ბრძანებს იგი მიუტევე მას სამოსელიცა შენი. ჩვენ კი ხშირად გავაწყობთ მოყვას ან წყენისთვის სამაგიეროს მიუზღავთ მას. გვებრძანა მხოლოდ ჩვენი მოყვარენი კი არ გვიყვარდეს, მეზუერეთაც აამბობს უფალი ეგრეთვე ყვიან, არამედ მტრების მიმართაც კი კეთილად განვეწყოთ, ჩვენ კი მოყვარეებსაც კი არ მიუზღავთ სათანადო სიყვარულით. იმის გამო ვწუხარ და ვდარდობ, რომ ხედავ, როგორ გაიშვიათდა ჩვენი სათნოებები და ამის საპირისპიროდ ცოდვა დღით დღე როგორ ძლიერდება. ბოროტებისაკენ ჩვენს მისწრაფებას არ უშლის თვით გეენის შიშიც კი,
და არც სასუფევლის სიყვარულს გადავყავართ სათმოებათა გზაზე. პირუტყვებივით გვიტაცებს ვნებები, არ ვფიქრობთ არც იმ საშინელ ჟამზე, არც ღვთის მიერ მოცემულ ჯულზე, არამედ მხოლოდ კაცთა აზრი გვაინტერესებს, მათსავე ქებდიდებას გამოვედევნებით და არ გვსურს შევისმინოთ სახარების სიტყვები. ვითარ უკვე ხეგეწიფების თქვენ რწმუნებად, რამე თუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოსა ღვთისასა არა ეძიებთ. როგორც კაცობრივ დიდებას გამოდევნებულების სრულად კარგავენ ზეციურ დიდებას, ასევე პირიქით ამ უკანასკნელი დიდების მძებნელნი არც პირველს მოაკლდებიან. ხომ ბრძანა თავად უფალმა. თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ანუ თუ კი ვინმე სასუფეველს ეძებს, ყოველი დანარჩენიც მიეცემა მას. ნამდვილად ვინც გონება იქით მიმართა, იგი არა დაგდებს ამჟამინდელ კეთილდღეობას, თითქოს ის არც კი არსებობდეს. როდესაც რწმენის თვალი გამოუთქმელ სიკეთეს ჭვრეთს, ხილულ სიკეთეს ვეღარ აღიქვამს. ამგვარია ამ და იმ სიკეთეთა შორის მანძილი. მაგრამ ვერ ვხედავ, რომ უხილავი სიკეთე აქ ხილულზე მეტად ფასობდეს. ამიტომ გამუდმებით მტკენს გულს წუხილი. ვერც გამოცდილებამ გვასწავლა რამე, ვერც ღვთის აღთქმულმა, ვერც დიდმა მადლმა განგვაწყო ცათა სასუფევლის სიყვარულით. პირიქით, ძირს ვეშვებით და მიწიერი ზეციურს გვირჩევნია. დროებითი მარადილს ის, რაც გამოჩენამდე ქრება, მუდმივზე უკეთესი გგონია, წარმავალი სიამოვნება წარუვალ ბედნიერებაზე მეტად გვიტაცებს, ამჟამინდელი ყოფის ხანმოკლე სიხარული კი მარადილ ნეტარებას გვიჯობს. ვიცი, რომ თქვენთვის ამის მოსმენა არასასიამოვნოა, მაგრამ მომიტევეთ. ამას თქვენი ცხონების სურვილით ვამბობ. ასევე იმის სურვილით, რომ თქვენ, თუნდაც აქ მცირეოდენი უსიამოვნების მოთმენის სანაცვლოდ, მარადილ სასჯელს განერიდოთ. და არა პირიქით, აქ მცირე სიხარულის მაგიერ მარადილ ტანჯვას ეწიოთ. თუ კი თქვენ ჩემს სიტყვებს ყურს ათხოვებთ და უწინდელ დაუდევრობას უკუაგდებთ მით უფრო ახლა, როდესაც დიდი მარხვის დასრულებამდე სულ მცირე დროღა დაგვრჩენია, მაშინ იმ მდგომარეობას მიაღწევთ, რომელშიც სოდვათაგან განბანა და ღვთის უდიდესი წყალობის დამსახურებაა შესაძლებელი. უფალს დღეთა სიმრავლე და ჟამის ხანგრძლივობა არ ჭირდება. თუ მოინდომებთ სოდვათაგან განსაბანად, ეს 2 კვირეულით საკამრისია. თუ კი ნინეველებს 3 დღის სინანულის სანაცვლოდ ასეთი კაცთმოყვარება აჩვენა, მით უმეტეს არ უარყოფს ჩვენ თუ გულწრფელ სინანულს გამოვავლენთ და ცოდვის დამტევებელნი სათნოებათა გზაზე შევდგებით. ისევე როგორც მათზე, ანუ ნინეველებზე მოწმობს წმინდა წერილი. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა. ასე რომ თუ ღმერთი ნახავს, რომ ჩვენ ზურგი ვაქციეთ ცოდვას და კეთილ საქმეთა აღსრულებას ვცდილობთ, მაშინ ჩვენს მოქცევასაც შეიწყნარებს, ცოდვის ტვირთისაგან გაგვათავისუფლებს და თავის მადლს მოგვანიჭებს. იმდენად ჩვენ როდი ვზრუნავთ ცოდვათაგან დახსნაზე და გადარჩენას, იმდენად როდი ვეძებთ, რამდენადაც ის ისწრაფის და ჩქარობს, რომ ცოდვათაგან დახსნა და სანატრელი ცხონება მოგმადლოს. ამიტომ გთხოვთ გამოაღვიძეთ გონება და თითოეულმა საკუთარი თავი განჩხრიკოს. აღასრულა კი რაიმე სიკეთე განვლილ დროში. რამე სარგებელი მიიღო ამდენი განსწავლისაგან. გააკეთა რამე სიკეთე მოყვასისათვის. გამოასწორა რომელიმე ნაკლი. ამ ჩვენმა ყოველდღიურმა ქადაგებებმა მცირედ მაინც უბიძგა სიბზნის მოყვარებისაკენ, ხოლო თუ კი რომელიმე კეთილი საქმე აღასრულეთ, მის გამრავლებაზე იზრუნეთ და ნურასოდეს შეასუსტებთ ამ შვენიერ მზრუნველობას. თუ ვინმე საკუთარ თავს კვლავაც უზნეო ჩვეულებათა და ცოდვათა ტყვეობაში ხედავს, ასეთებმა აიძულონ საკუთარი სულები ამ უზრუნველობისათვის პასუხი მოსთხოვონ და ამგვარად გაგრძელება აღარ დაუშვან. არამედ ცოდვილ ჩვეულებებთან შეურიგებლობით დააბრკოლონ მათკენ სწრაფვა, ალაგმონ ზრახვები, გონებაში ის საზარელი დღე წარმოიდგინონ, წარმოისახონ ამ საშინელ ტრაპეზთან ზიარება, იქიდან გამომავალი ცეცხლის ელვარება და ისიც თუ იქ მიმსვლელს რანაირი სული მოეთხოვება. განწმენდილი ყოველგვარი სიბინძურისა და უწმინდურებისაგან. მაშ განდევნე უსჯულო აზრები, რათა შენი თავი ამ დღეების განმავლობაში განწმენდისათვის მოამზადო და საიდუმლოსთან ზიარებით ტკბობა შეძლო, გახდე იმ გამოუთქმელ სიკეთეთა ღირსი, რომელსაც ღმერთი მის მოყვარეებს აღუთქვამს, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის პატივი, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.